ლუკა მაისურაძე, ორი ძალიან დიდი სპორტსმენი, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ. მართლაც ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როცა ორი ასეთი ქართველი სპორტსმენი დგას ტატამიზე და იბრძვიან ოქროს მედლისთვის. თავიდანვე თითქოს აქტიურად იწყებდა ბექაური. როგორ ჩვევია ეს 2 მეტრიდან ჩავლება. ეს კარგად გადაავლო. თუმცა მიცა მე საშუალება ჩავლების შევიდნენ ახლო კონტაქტში. რაც კარგია, სანახაობას უფრო შეძენს, რა თქმა უნდა და არავითარი დაზვერვითი ბრძოლა არ იქნება. ეხლა აქ ბექაურის დაწყებული მოძრაობა იყო, აქედან გამომდინარე შეფასების გარეშე მოხდება. აბა რას უკვე იგივეს უკეთებდა რასაც იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. გასაგებია, აი უნდა ერთგვარი რევანში აიღოს, სხვა შორის თვითონაც აკეთებს, არა ისე როგორც თქვა მსოფლიოზე გააკეთა ლუკამ, მაგრამ თვითონაც აკეთებს, აი დღეს სწორედ იმ ბრიტანელს რომ მოუგო, აი ის გავსი მოძრაობა იყო. იოკო ვაკარე ქვია, რომელსაც უბრალოდ ქვია სახელმძღვანელოში და არავინ არ აკეთებს, აი მარტო ჩვენი ბიჭები და აი ეს ორი მაისურაძე მოიფიქრა და გააკეთა მსოფლიოს და მოიგო კიდეც. ხო, მანამდე გაუკეთა დევიდს 2019 წელს ჯერ კიდევ მე მგონი, ან 2020 წელს ერთ-ერთ ტურნირზე მედლისტვის იყო. 91-ში? კი ბატონო და იმის მერე არავის არ გაუკეთებია კიდე და აი მსოფლიოზე გაუკეთა. და ეხლა სწორედ ამას უპირებდა ბექაური გამეორებაზე როგორც გამოჩნდა. აქ შიდოები შეიძლება გამაჩვენ ჩამოურიგოს, იმიტომ რომ თითქოს მხოლოდ ჩავლებით იტყვნენ და სხვა არაფერი. ორივეს თითო შიდო. რა თქმა უნდა, არც ერთ ძიუდოის სეკუნდანტი არ ხავს, ორივეს ვაშაკუჯაჯიანია და გადაწყვეტენ დანარჩენი ერთმანეთში მართლა ძალიან ბევრი რამ დევს ახლა სასწორზე, ეს არის პარიზის ოლიმპიადა, პარიზის ოლიმპიადის საგზური, რა თქმა უნდა კიდევ არის წინ, მაგრამ ერთ-ერთი შემადგენელია იმ საგზურის მსოფლიოს ფინალის მოგება და ახლა მასტერსის მოგება, სადაც საუკეთესო ძიუდოისტები არიან, ძალიან დიდ ნაბიჯს ნიშნავს და ბექაურისთვის მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის მოგება, რათა გაათანაბროს ასე რომ ვთქვა. აი აქ საკმაოდ აქტიურობენ ძიუდოისტები. თან ერთმანეთის აუკარგი როგორ კარგად იციან, ეხლა კარგად მოგვეხსენება. აბა რისკავენ ახლა, როგორც ერთი ასევე მეორე რისკავს. დარბაზიც როგორი გაყოსულია, ხედავთ, ძალიან გვესია მონა აი გუშინენ შენ. რა კარგი მომენტი იყო, როცა ტერაშვილი შავდათუაშვილი დაეჭიდნენ, ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და შიდოები მიცა მერე საჯმა და დაიწყო მაყურებელმა ისეთი შტვენა, ხო, გამაყურებელი შტვენა და იძულებული გახდნენ რომ მოეხსნათ ორივესთვის, აი გამოჩნდა. რეალურად არბიტრს გიორგი ათაბეგაშვილი ცუდად არ უმოქმედია, იმიტომ ეს წესებში წერია რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ თუმცა იმითიც არაფერი დაშავდა ეს ხელი ჩამოთვლით, მაგრამ ესეც აღნიშნოთ რომ საკმაოდ კარგი ამბავი იყო ეს პრეცედენტი რაც მოხდა. და მერეც კარგად დაშორდნენ მიუხედავად იმისა იქ ორივე ხა ერთ შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვა. დიდი ბატონო ნახოთ ჯერ რა მოხდება. აბა როგორ პრობლემები არის, ვერცერთი ვერ რისკავს აი საბოლოო გარისკვა, მაინც საათულია. ერთმანეთის ალბათ ყველაფერი იციან, ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ ეს სპარინგი იქონიათ და ვაგოში შენ ხო კარგად იცი, მაშინ ერთ ზონაში არ იყვნენ ხოლმე, მაგრამ 20-20-დან მოდიან ჯერ კიდე 23 წელია, ხო, იმ 20-20 შეიკრიბა, ქეხვიშვილის პროექტი იყო, ხო, 2016 წელს. წარმოიდგინე რამდენი წელია და ორი შიდო აქვს, ეხლა უკვე ბექაურს კამაჩომ ესე გადაწყვიტა. აქ უკვე ფრთხილად უნდა იყოს ოლიმპიური ჩემპიონი. როგორ ის შეიძლება გარისკვაც მოუწიოს რაღაც მომენტში ლაშას. ხო. როგორი სამაყოა, როგორი რო აი ორი როგორი ძიუდოისტი გვყავს ახლა. არაფერს არ უნდა ყურადღების გამახვილება, როცა ორი ესე ქართული დროშა არის აი ამ პრესტიჟული წონის ფინალში. აბა ნახოთ აქ გადაავლო. ეხლა წარმოიდგინე, ვაკო, სხვას რომ იცეს, სხვამ რომ იცეს აი ესე გადავლების საშუალება ბექაურს რა დღე დაადგება, ხო, 10-დან 9 დაგდებულია, მაგრამ ნუ იმდენად კიდე ვიცის როგორც აღნიშნეთ ერთმანეთი იციან. კი ბატონო. პლუს გარისკვაც ეხლა ნუ არეგების არანაირად და კიდევ ვიმეორებ, აი ლუკას აქვს ეს ძალიან კარგი ფისება, რომ
აი არ მინახავს თითქმის რომ გაერისკოს, შეიძლება რაღაცა ბოლო წამებზე აგერდეს. აქ უკვე მაისურაძესაც და გათანაბრდა შიდოებით ანგარიში. ნახოთ ახლა უკვე უფრო მეც მოინდომებს, ამაზეა დამოკიდებული, რომელი გარისკავს, ორივე რისკავს რეალურად. ხო, რა ფეხები, რა წელი, რა ჯანი აქვთ ეხლა რომ აი კიდევ ვიძახე, აი ეს ჩავლება მიეცი ბექაურს, აბა სხვა ძიუდოისტმა მიცეს, ხა ჩაჩეხვაზე მიდიოდა თვითონ. დღეს ალექს დავითაშვილი უნდა ყოლოდა და მისი ფრაზა TikTok-ზე ტრენდად იქცა, რა წელი აქვს ამასო. ხო და აი როგორც მაშინ გვახსოვს 90-ის ფინალამდე მოვიყვანე მე ეს ხალხიო და ფინალში მე ვერ ვიქნები. ფინალში მე ვერ ვიქნებიო, კი ბატონო. ამა წავიდა Golden Score დაინიშნა ორორი შიდო ხო არც ერთს ხო არა ეხა ისი არქნა რომ კამაჩო ამას არიზამს მაგრამ ის არ უკარნახონ რომ როგორც მომხდარა აი ხო მომენტი იყო ხო კარგი ანუ ამის თქმა მინდოდა რომ ეხა ორივე რო დადგეს სტატიკაში შეიძლება медали ოქროს медали საერთოდ ასეთი რაღაც მომხდარა იაპონელებს და ანუ ეს სამი საშუალება არ უნდა მივიცეთ ეხა არბიტრებს და აი ესე ჭიდაობა თუ წავა ვერც იფიქრებენ ამაზე ასე რომ უნდა იბრძოლონ აი ესე უნდა იაქტიურონ ერთმანს და მეორემაც აი ესე ჩეკრულზე ნუ ნებისმიერ შეხვედრაში უკვე რაღაცა ხდება ხოლმე მით უმეტეს ესენი თუ დგანან დადამზე მაგრამ ნუ აქ კიდევ ვიძახი ერთმანეთი იციან ნუ ერთად გაიზარდნენ ფაქტიურად ეს ორი ჩვენი სამამაყო ბიჭი ეს ქართული შეძახილები ლაშა ბექაურსაც ესმის მაისურაძის კომაგები უფრო მეტნი არიან დარბაზში ხო ნუ ტრადიციულად მას ბევრი დაღვება კი აქ ნახოთ კარგი ცდელობა იყო ბექაურმა სადაც ამოღება ხო გარე ფეხს ცილობდა ეხა მიუხვდა მაისურაძე ნახოთ ეხა მაგ შეიძლება აქტიურობამ გადაწყვიტოს სამშეხვედრის ბედი დიდი ალბათობით შეიძლება ის ვარაუდიც ოხ როგორ ნერვიულობს ხოლმე რა თქმა უნდა ეს ოთაშორის განათებული და შუქი ჩაქრა აბა რამდენი ხანს კი ნაღამ ჩაიშალა მე ხუმრობდი აი აქ კიდევ ერთხელ გადაავლო ბექაურმა აბა ყრულები არიან რომელი გადასძალოს ამაზეა ახლა როგორ ჩავლება აი ბექაური და ხაბარებს უკეთებდა ახლა ბექაური უკვე კარგად დაიცვა მაისურაძემ თავი კი ისეც იქიდან გამომდინარე რომ ერთმანეთი ძალიან კარგად იციან ახლა შეიკრავს მოიწესრიგებს ბექაური გიმანოს ორი აქტიური ეპიზოდი ჰქონდა დიდხანს ალბათ არ გააგზელებინებენ შეხვედრას კი ბატონო ისეთი შეხვედრაა მაგრამ აქ ოლიმპიადაზე მაინც შეიძლება აი აძლევენ შიდო სწორედ ამის აღნიშნა მინდოდა ორი აქტიური შეხვედრა და შეუფასეს გათანაბრდა 2-2-ია მათ შორის ანგარიში ესე 2-2 ლაშა ბექაური ხდება კი ბატონო ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული და აბა ახლა თამა შეიძლება ორი კაცის საყვარლო ოლიმპიადაზე აბა შეიძლება რა მოხდება არ ვიცი აი ეს არის უკვე ხო ისტორია იწერება კიდევ ერთი ფურცელია აი ჩვენ კიდევ ერთი ფინალი ველოდება ხო კიდევ ერთი ფინალი იმიტომ რომ ოლიმპიადაზე წამსვლელი